განკაცებული უფალი იესო ქრისტე არ ეძებდა მდიდრებს და სიმდიდრეს, ან ფარისეულთა პირფერობას. ის დადიოდა მტვრიან გზებზე, უბრალო მეთევზეებთან ერთად, უსმენდა გარიყულებს, მკურნალობდა სნეულებს და იმედს უბრუნებდა იმეddაკარგულებს. მაცხოვარმა გვასწავლა, რომ უდიდესი სიმდიდრე არა ოქროში, არამედ სუფთა, უბრალო და ადამიანის მოყვარულ გულშია. ღმერთი ყოველთვის იმათთანაა, ვისაც სამყარო ივიწყებს. თანამედროვე საზოგადოებრივი ასპარეზი ხშირად ემსგავსება თეატრალურ სცენას, სადაც ნამდვილი ფასეულობები ხმამაღალი ლოზუნგებისა და ფარისევლობის მიღება იკარგება. ამ დრამის ორ უკიდურესობაში ის ადამიანები დგანან, რომლებიც საკუთარ იდეოლოგიებს არა მოყვასის სიყვარულისთვის, არამედ პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც ოჯახის სიწმინდის დღეს ხმამაღლა აღნიშნავენ და ქუჩაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს დევნიან. ეს ადამიანები საჯაროდ მორალისა დარაჯოზე დგანან, თუმცა როგორც კი კამერები ითიშება და პროჟექტორების შუქი ქრება, ისეთი ცხოვრების წესი აქვთ, რომ უფალმა აპატიოთ. მათი რწმენა მხოლოდ ნიღაბია, რომელიც საკუთარი მანკიერებების დასამალადაა საჭირო. მეორე მხარეს გვხვდებიან ეგრეთ წოდებული ლიბერალები, რომლებიც თითქოს ჰუმანურობის განსახიერებად გვევლინებიან. ისინი აცხადებენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის ხალხს იცავენ, თუმცა ეს მზრუნველობა ფარისევლობაა და მეტი არაფერი. რეალურად ისინი ამ ადამიანებს პოლიტიკური თუ სოციალური ქულების დასაწერად იყენებენ და მათი მძიმე რეალობა სულ არ ადარდებთ. შედეგად ამგვარი დაცვა ადამიანებს წირავს ამქვეყნიური მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემებისთვის, ხოლო სულიერ ჭრილში იმქვეყნიური ჯოჯოხეთისთვის, რადგან მათ სინანულისა და განკურნების გზას უჭრიან. ამ თემაზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს სახარებისეული მაგალითები. იუდა ისკარიოტელი უფლის უახლოესი მოწაფე იყო, რომელიც წლების განმავლობაში გვერდით ედგა მაცხოვარს, თუმცა მან ქრისტე ვერ იცნო, ვერ ჩაწვდა მის ღვთაებრივ ბუნებას და საბოლოოდ ფარისევლობისა და ვერცხლის მოყვარეობის მსხვერპლი გახდა. რა ნაცნობი ამბავია. ამის საპირისპიროდ მძიმე ცოდვებისაგან დამძიმებულ ჯვარცმულ ავაზაკს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა ქრისტეს საცნობად და სინანულისთვის. იუდა ისკარიოტელმა კი ვიცით როგორც დაასრულა, ხოლო ავაზაკი 64-ში მოხვდა. სწორედ ამიტომ არც ერთი ცოდვა არ არის საბოლოო განაჩენი ჯოჯოხეთისთვის. თუ ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, მას ყველაფერი ეპატიება, რადგან უფლის წყალობა ადამიანურ დაცემაზე დიდია. ამ ორ ფარისევლურ ძალას შორის დგავარ მე, ადამიანი, რომელსაც არ გამაჩნია დიდი ფინანსური რესურსი ან გავლენიანი ტრიბუნა, მაგრამ მაქვს ნამდვილი ცოცხალი ქრისტიანული რწმენა. რასაკვირველია, მე არც ანგელოზი ვარ და არც წმინდანი. ჩემი მიზანი არა ხალხის განკითხვა, არამედ მათი გადარჩენაა. ხილებით კი სწორედ ამაში ვეხმარები მე ფარისევლებს თუ სხვებს. მე არ ვდევნი ადამიანებს და არც მათ ცოდვას ვამართლებ სიყვარულის სახელით. როგორც ერთი ცოდვილი ქრისტიანი მართლმადიდებელი, მე მკაფიოდ მიჯნავ ცოდვილს ცოდვისაგან. ვეხმარები ყველა გზააბნეულ სულს მიუხედავად ყველაფრისა. ნამდვილი ქრისტიანობა ხომ სწორედ ესაა, ჩუმად ყოველგვარი ტაშის გარეშე მოყვასის ტკივილის გაზიარება და მისი ჭეშმარიტებისკენ წაყვანა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.